საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე პოლიტიკური შეფასებები ისევ გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მოქმედი და ისფედის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები. ხელისუფლების ოპონენტები მიმდინარე გამოძიებას კომიკურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ მესამე სექტორის ნაწილს და ოპოზიციას შორის ზღვარი წაშლილია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის ნიშნები იკვეთება. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსური მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას დაუყადაღა საბანკო ანგარიშები. აქციების დაფინანსება იმ ქვეყანაში, სადაც დიქტატურა მყარდება, სადაც ადამიანები აქციის მონაწილეები არიან გამეტებულები სასიკვდილოდ და არც ერთი მათზე მოძალადე არ არის იდენტიფიცირებულიც კი, დასჯილი კი არა, იდენტიფიცირებულიც კი არის ყველა არასოციალურ ორგანიზაციის კი არა, ყველა ორგანიზაციის და ადამიანის მოვალეობა ქრისტიანულიც, მორალურიც, სამართლებრივიც და პოლიტიკურიც. რაც შეეხება არასოციალურ ორგანიზაციებს, მათ შორის დეკლარირებულად ძალიან ხიად ამბობენ ხოლმე, რომ არიან ხოლმე სხვადასხვა საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, ამას არაფერი ცუდი როგორ შეიძლება იყოს, არ ვიცი, აქციაში ცუდი რა არის. სურპრიზი აქ არაფერია სამწუხაროდ, ხო, ანუ ოცნებას აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. და ამიტომ გვჭირდება ჩვენ ოცნების ჩამოშორება ხელისუფლებიდან, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ და ამ ქვეყანაში დავაბრუნოთ ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები და ზოგადად დემოკრატიული გარემო, სადაც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია კანონის პარალელში ბოლომდე თავისუფლად და შეუზღუდავად განახორციელებს საკუთარ საქმიანობას. ამ ენჯოების წარმომადგენლებიც არიან ჩვეულებრივად არქიფოს ბრევლი და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ ვთქვით განსხვავდებიან, просто თვითონ არიან ამ ორგების შემადგენელი ნაწილი, ხო? გუშინ რომ ვიხილეთ ჩვენ ნაცი ტიტუშკები და ნაცი ორგები, ასეთია ზუსტად ამ ენჯოების ლიდერების სახეც, ხო? და ყველა სტრაიგული ამ ყველაფერში ის არის, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენი ქვეყნის